გინახავთ პრემიერი, რომელიც სუპერმარკეტების მაღალ ფასებზე უეცრად აღშფოთებულა. მოტყუდებით, ეს დადგმული სპექტაკლია იმ ხალხისთვის, ვისაც გონია, რომ მთავრობა მათზე ზრუნავს. სინამდვილეში, ფასების ზრდა არა ბოროტი ბიზნესების, არამედ მეტწილად ხელისუფლების ბრალია. როცა ეროვნული ბანკი მილიარდობით ლარს ბეჭდავს, როცა დოლარის კურსი ლარი და 65-დან 2.70-მდე გაუფასურდა და საწვავზე აქციზის ფასი გაზარდეს, ბუნებრივია, რომ ზეთიც გაძვირდება და პურიც. გამოსავალი არადა ძალიან მარტივია. დღგ-სა და აქციზის გაუქმება ან შემცირება ხვალვე გააიაფებდა ნებისმიერ პროდუქტზე ფასს. მაგრამ ამას რა თქმა უნდა არ გააკეთებენ. იცით რატომ? იმიტომ რომ სუპერმარკეტების უკან თავადვე ოცნების ელიტა დგას. შეხედეთ უბრალოდ ფაქტებს. ორი ნაბიჯის უმსხვილესი მეწილე კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურია. მაგნიტი და გვირილა ოცნების დეპუტატ ვასილ ჩიგოგიძეს ეკუთვნის. ხოლო სმარტი და ნიკორა პარტიის უმსხვილესი დონორები არიან. კარფურის წილი კი თვით ბიძინას ეკუთვნის. დიახ, ნამდვილად ეს ის ხალხია, ვინც კობახიძის მიერ ხსენებულ მაღალ ფასნამატს აწესებს. და იცით რატომ? რომ მიღებული მილიონები ისევ ოცნების საარჩევნო ყულაბაში დააბრუნონ. მარტო ბოლო 4 წელიწადში რითეილ სექტორმა პარტიას 15 მილიონ ლარამდე შესწირა. და რა გამოდის? კობახიძე საყვედურებს საკუთარ დონორებს იმ ფასების გამო, რომელიც თვითონვე დააწესა. ეს რა თქმა უნდა ხალხის დაცინვაა. დაიმახსოვრეთ ძალიან მარტივი ჭეშმარიტება. ყოველი ზედმეტი თეთრი, რომელსაც მარკეტში იხდის, ბიძინას ხელისუფლების გამტკიცებას ემსახურება.